კიკბოქსინგის ნარევი. ალექს მოვაძეს 20 წლის 1.83 მ სიმაღლეში ეს არის მისი დებიუტი TFC-ში და ზოგადად MMA-ში მისი რეკორდი 0-0-ზე არის წელიწად ნახევარია უკვე რაც MMA-ს ვარჯიშობს მისი მიზანი არის უმეტესად გამოცდილების მიღება და ბევრი ჩხუბის ჩატარება TFC-ში მისი ზედმეტსახელია The Reaper Ladies and gentlemen, we move on to the third fight of the evening. This fight is 3 rounds in the TFC catchweight division. Introducing first, fighting out of the blue corner, a TFC veteran looking to get his first win with a record of 0 wins and 3 losses, weighing in at 80 kilograms. Please welcome Sandro Malacidze! And now, introducing his opponent, fighting out of the red corner, making his highly anticipated debut in the TFC MMA division. He weighs in at 80 kilograms. Fighting out of Tbilisi, Georgia, Alex Loladze! ლურჯ კუთხეში სანდრო მალაციძე, წითელ კუთხეში ალექს ლოლაძე. საჯი იქნება მანუჩარ კვაშილავა. და ბრძოლა დაიწყო. მოვდა კარგი ჰედკიკით დაიწყო მალაციძემ. გამხნეოთ. აქტიურია არის აქ მალაციძე, ცდილობს, უკვე ცდილობს, რომ დარტყმები იპოვოს. ალექს გეგმა. ხელები მაღლაც. კარგად ემუშავება აქ მალაციძე. სწორ დარტყმებს არჩევს. კარგი შესვლა იყო ლოლაძესგან და დაასრულა აქ ტეიქდაუნი. შვიდად მასთან ახლოს იქ. ნახოთ რას მოიმოქმედებს. ახლოს იყავ. თავი ამოიღე მაგით. თავი ამოიღე მე. ო, კაი. აქ ბოდი ტრაიანგელი აქვს აღებული მალაციძეს ქვემოდან. ხელი ჩაკეტე ისე. აქტიურად. ვერდები დაუშავე, ხელი, ვერდები დაუშავე ხელი. ხელი დაუჭირე მარცხენათი. მარცხენათი დაუჭირე. მაგრამ პოზიციას ვერ აგძელებს ვერც მალაციძე ახერხებს წამოდგომას და ვერც ლოლაძე ვერ ახორციელებს შეტევას. მიდი ემუშავ, წუთი გავუშვი. მარჯვენა ხელი დარტყმები ალექს. გაიტანე მაგიდან, მარჯვენა ხელი გააძვინე და დარტყმები. ვერ დაიცი. მიდი. კუთხეები ძალიან აქტიურები არიან ორივე მოჩხუბრის და აქ საჯმა წამოაყენა მეტი აქტივობა სჭირდებოდა. ხელები აწიე მას. მიდი. იმუშავ. ალექს იმუშავ. აქტიურად. ისევ ხელზე მალაციძე უფრო აქტიურია. მაგრამ სუფთა არ მოხვედრია ლოლაძეს არც ერთი. და ძალიან კარგი ჰედკიკი გაუტარა აქ. ძალიან ძიმე დარტყმა იყო, მაგრამ მალაციძე კარგად აღიდგინა აქ თავი და გრეპლინგზეც სადა გადასვლა. ეგრე ჩადი ეხა წალში. ჩადი წალში გაგვიებულია, ჩადი. თავი სუფალია. ჩადი წალში. შეკარი. გიეტინი აქვს საქმე მგონი მალაციძეს, მაგრამ აქედან ძალიან გაუჭირდება მის დასრულებას. მასთან დააწექს. ლიერად მარცხენა ხელი დააწექს. ლიერად უფრო. მარცხენა ხელი დააწექს. ორივე ხელი. იდაფკით დააწექს. ალექს მარცხენა ხელი დააწექს. და საერთოდ დაკარგა გიეტინას პოზიცია.
გამოძროლოძე და ახლა საით კონტროლშია. გამოტრიალებას ცდილობს მალაციძე. ისევ საით კონტროლში გადავიდა ლოლაძე. 10 წამი რაუნდის დასრულებამდე. აქ სადა ბოლოში ლოლაძე შეტევაზე გადასვლას, მაგრამ არ გამოუვიდა, კარგად დაიცვა თავი მალაციძე. აი კიდევ ერთხელ გვიჩვენეს აქ ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა თავში ლოლაძე მალაციძეს, მაგრამ კარგად აღიდგინა თავი ნამდვილად. ამ ბრძოლის შემდეგ შემოგვიერთდება ჩემი თანაკომენტატორი თორნიკე გორდელაძეც. მეორე რაუნდი. ახლა დავიწყოთ მეორე რაუნდი. გამხნევთ. პირველ რაუნდში ფეხზე აქტიური იყო უფრო მალაციძე, მაგრამ ლოლაძემ ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა თავში ფეხით. და ძირსას ლოლაძე უფრო დომინანტური იყო. ნახოთ რა იქნება მეორე რაუნდში. ალექს შედი დისტანცია. ისევ თავში ცადა დარტყმა. არაფერი მიდი მიაყოლის მაგას აი ხა შედი ეხა ამ რაუნდში უფრო აქტიურად გამოვიდნენ ორივე მებრძოლი. აქ კარგი ჩვენება იყო ტეიქდაუნზე. აფიქრებს მალაციძეს ტეიქდაუნზე. კარგი მარჯვენა გაუტარა აქ ლოლაძემ. პირველ ნომერი უნდა იყოს. ლოლაძე უფრო მეც მოძრაობს. კიდევ ერთი კარგი მარჯვენა. და დატკენია და კარგი შესვლა იყო აქ ლოლაძისგან. და დაასრულა აქ ტეიქდაუნი. აეგრე შეუგარი ჯაკეტე დავი ამოიღე და ხელები მარჯვენა ხელი ურთი. გიეტინას ცდილობს აქ მალაციძე, მაგრამ ამ პოზიციიდან ძალიან გაუჭირდება. და გამოძრა. და მძიმე დარტყმები, ძალიან მძიმე დარტყმები ლოლაძისგან. და კარგად მუშაობს აქ ლოლაძე. ძალიან კარგია, შეიძლება დასრულება. თუ გაუძლებს ამ წუთს მალაციძე. პოზიცია შეინარჩუნე. ისევ ძალიან აგერ უთხრა აქ საჯმას რო ცოტა და გავაჩერებო და დაასრულა აქ ლოლაძემ ground and pound TKO-თი გაიმარჯვა მეორე რაუნდში. Ladies and gentlemen, your winner via second round TKO, Alex Loladze! Alex, მოკლედ, გილოცავ, შესანიშნავი ჩხუბი იყო, პირველ რაუნდში გრეპლინგი უფრო იყო, თუმცა კაი ჰედკიკიც გაატარე ერთი და მეორე რაუნდიც
სტრაიკინგშიც კარგად იყავი და მე შესანიშნავი ground and pound TKO მოიპოვე. გითხარი რას ფიქრობ ზოგადად ამ ჩხუბზე და ელოდებოდი თუ არა ასეთ ფინიშს? მოგესალმებით. სიმართლე გითხრა, დიდად არ ველოდებოდი ისე უფრო მეგონა. უკან დავიხებდი სულ და დაღლითაც დიდად არ დავღლებ მეგონა, უფრო დავიღლებოდი. გასაგებია, ძალიან კარგი ჩხუბია ჩვენი და იმედია მომავალში ასევე გიხელოთ TFC-ში. შესანიშნავი პერფორმანსი იყოს, ყველაფერი გვაჩვენეს, სტრაიკინგი და გრეპლინგი. აბა, წარმატებები მომავალში.